კაი, ჩვენი ოჯახის კართან სტუმარი გველოდება, რომელიც რამდენიმე წელი არ მინახავს, როგორც თავად თქვა, ცოტა ხნის წინ არა, მაგრამ 1-2 თუ 2 წელიწად ნახევრის წინ ამ სტუდიაში ვიყავიო. ადამიანი, რომლის სიმღერაზეც არც მეტი და არც ნაკლები, ყველა ფეხზე დგება, ყველა ზეპირად იცის მისი სიმღერები და მოკლედ ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, მე მინდა ნათია დუმბაძე, დუმბო დავპატიჟო ახლა სტუდიაში, რომელიც გაგვიზიარებს თავის ცხოვრების საიდუმლოებებს. მოგესალმებით. სალამი. როგორ ხართ? დუმბო ჩვენთან. როგორ ხართ? ჩვენ ვართ ძალიან კარგად. გვიხარია რომ ესეთი კარგი ლაღი სტუმარი გყავს. მეც მადლობა, რამდენი ხანი არ ყოფილიყარ. ხო, აი 2 წელიწად ნახევარიო, ხო, ასე თქვი. კი. თუმცა მე მინდა გავიხსენო ერთ-ერთი კონცერტი რუსთავში, სადაც დუმბოს გარდა კიდევ ძალიან ბევრი მომღერალი იღებდა მონაწილეობას, ეს იყო რუსთავში. ცხადია, კონცერტი მიდიოდა კარგად, ყველა სიმღერას ყველა ყვებოდა, მაგრამ რო გამოვიდა სცენაზე ქალბატონი დუმბო, ქალბატონი ნათია, დაინგრა რუსთავი. აღმოჩნდა, რომ ყველამ ნებისმიერი ასაკის ადამიანმა რატომღაც ზეპირად იცის შენი სიმღერები და რანაირად მიაღწია. როგორ წარმოგიდგენთ? ამ პატარაც მე რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი ის მოვყევი. მართლა ასე იყო. მადლობა ძირფას მიხარია თუ ასე იყო. როგორ მიაღწია ამას? როგორ არ ვიცი, ალბათ არ ვიცი. ყველაფერი დამოკიდებულია შინაგან განწყობაზე, ალბათ ხასიათზე და ასე შემდეგ. და ალბათ იმ ლამაზ სიმღერებზე, რომელიც შევქმენი 4-5 წლის წინ. გვიან დაიწყა ხო ზოგადად სიმღერა? არა, 5 წლიდან. გვიან არის, მაგრამ ეხლა ჩვენთვის მასიურად, როდესაც მასიურად პირველი ჩემი ისეთი მასშტაბური და მასიური კონკურსი იყო პროექტი Geostar-ი. მასში ვიყავი რამდენი წლის, ალბათ 22 წლის, ხო, მაგრამ იქამდე იყო ზუსტად თქვენ ტელევიზიაში ნუცა სკოლა. ესე იგი არ გამომიტოვებია არც ერთი პროექტი. ყველგან მივიღე მონაწილეობა აქტიურად. როგორც ხდება ხოლმე და როგორც უნდა იყოს. ისე რა საინტერესოა, აი შეიძლება იყოს ძალიან ნიჭიერი მომღერალი და რაც ხდება ჩვენთან რეპერტუარი. აი ყველაფერი არის დამოკიდებული რეპერტუარზე. როგორ აი ვინ იყო ადამიანი, რომელმაც აი ესე გიბიძგა, გითხრა, გიკარნახა? მე ჯემი თავი. შენი ინტუიცია. ხო, რა ვიგულისხმე იცი რომ კარგია რომ ყველა კონკურსში იყავი მართლა ყველგან შენი კვალი დატოვე. ნუ რაღაცა ისეთი ფერი შეიტანე ყველგან, რაც თქვას არ აქვს, მაგრამ ძალიან ბევრმა ადამიანმა ბევრი კონკურსი მოიარა და თითქოს ჩაქრა, არ გააგრძელა და შენ აი ამ ყველაფრის მერე უცებ მეორე სუნთქვა გაგეხსნა და უცებ ჩაწერე ძალიან ბევრი სიმღერა. 30 წლის ასაკში. აი ეს ვიკითხე, რატომ ასე გვიან თქო? აი ეგ ვიკითხე. ხო, აი არ ვიცი, ალბათ ყველაფერს თავის დრო აქვს და ალბათ მომიწია ამ ასაკში ამ ყველაფრის გაკეთება. ხო, ეგ არის და თან არის რაცაც გაყვერდები და ნუ დიდი ხანია ჩვენ კიდე მეგობრები ვართ. სულ მუშაობ, აი სულ რაღაც სიახლეებს აკეთებ, აი ახლაც პრემიერა ქონდა სიმღერები. ბოლო 2 წელი მქონდა ესე დავარქმევდი ჩაგდების, აი რაღაცა ჩავარდნის ბოლო 2 წელი და აი ახლა დეკემბერში დავბრუნდი ისე I'm back. გაგვანებივრებ შენი ახალი სიმღერები. კი, ახალი სიმღერა რომელიც მოვიტანე თქვენთან გადაცემაში და აუცილებლად ვიმღერებ გადაცემის ბოლოს. აუცილებლად გვიმღერებს. მოდი იცი, დავიწყოთ ისევ ახლიდან. 30 წლის გახდი და გაიხსნა მეორე სუნთქვა. მეორე სუნთქვა იყო ის, რომ გადავწყვიტე რა უნდა შემექმნა, ესეც ავტორ ჩემი საკუთარი სიმღერები და არა მაგალითად cover სიმღერები, cover მე თვითონ მყავს ბენდი, რომელთანაც 12 წლის განმავლობაში ვმუშაობ და ჩვენ ძირითადად ვართ cover ბენდი. და აი როდესაც დავიწყე უკვე ჩემი სიმღერების შესრულება, ჩემი სიმღერების შექმნა, აქედან რა თქმა უნდა უფრო დიდი დაინტერესება და უფრო ესეთი და რისკი არ იყოს, ავტორო სიმღერა არის ჩემი აზრით სუფთა რისკი. იმიტომ რომ cover ხურმა იცის და ყველა ყვებით. ხო. კი, რა თქმა უნდა, დიდი რისკია, მაგრამ თუ არ გავრისკეთ, აბა სხვანაირად როგორ გამოვა. თან დროც იყო. და რაღაცებში გამიმართლა და გამოვიდა. ეს იყო პირველი ჩემი დუეტი გიორგისთან, მასტერთან, ხო, რომელიც გვინდოდა რომ დღეს ყოფილიყო. ძალიან ვიცი რომ გვინდა და მაგრამ მუსიკალური პაუზა აქვს და ისვენებს და დავასვენებს ცოტა ხანი დაისვენებს. ისიც რაღაც არ მგონია რომ ცუდად დაბრუნდეს, ბუმით დაბრუნდება. მეც ასე მგონია. ვიცი, იმიტომ რომ ხო, ნუ გიორგი თვითონ წერს თან სიმღერებს და თვითონ არის ავტორიც და შემსრულებელიც და
ძალიან ნიჭიერი ბიჭია და გამიმართლა მე რომ ესე გადავწყვიტეთ ჩვენ რომ დუეტი გაგვეკეთებინა და პირველივე სიმღერა გავარდა. კი, პირველივე სიმღერა ისე გავარდა რომ აი არ ვიცი. მე ძალიან რაღაცა ხო ეს ყველაფერი ისე მოხდა. არ მქონდა დაგეგმილი. აი სპონტანურად რაღაცა დადგა პერიოდი ჩემ ცხოვრებაში რომ რაღაცა უნდა გამეკეთებინა და აი მოვიფიქრე რომ რატომღაც მინდოდა დუეტი რეპერთან. აი ეს არაფერი ანუ მასტერასთან არა. უბრალოდ რეპერთან და მე რაი თავისით რაც ხა მე და გიორგი ვიცობთ ერთმანეთს და მე რაც დაუკავშირდით ერთმანეთს რომ მოდი აბა დუეტი ვცადოთ და რაღაცა ისე ყველაფერი სწრაფად განვითარდა ჩვენ თვითონაც ვერ მივხვდით როგორ. აი მოსახდენი რომ უნდა მოხდეს მოხდა რა. აი ამაზეა ნათქვამი რომ რაღაცა უფრო ინიციატივა ჩემგან იყო, იმიტომ მე მინდოდა. აი როგორც ეხლა ვიყავი რომ აი 2 წელი შესვენება მქონდა ფიქრობდი ხო ფიქრობდი რაღაცა აი სექტემბრის თვეში რაღაც ისე მოხდა რომ თიკაპაცაციას კლიპის პრეზენტაციაზე ვიყავი და იქ შემხვდა ჩემი მეგობარი მუსიკოსი კოლეგა არაჩვეულებრივი ადამიანი ლაზარე ადამია რომელმაც ხო ძალიან საყვარელი ძალიან მიყვარს და აი რაღაცა თავისით შემომთავაზეთ თუ რამე ხوار გავაკეთოთ თვითონ წერს სიმღერას კი ლაზარე წერს და კარგად უკრავს ძალიან რამე ხوار გავაკეთოთ და ესეც ისე მოხდა რომ რა თქმა კი მჭირდება აი საჭირო დროს საჭირო ადგილსჭირო მომენტში რატომაც არა why not კი მინდა და რამდენი ხანი არაფერი არ გამიკეთებია და ნუ ყველაფერს ხო რაღაცა არ ვიყავი 2 წელი ხასიათზე ხო ან ვიღბლიანი პროფესიული ერთხელ მეც არ ვიყავი ხასიათზე რომ ჩემე გამიკეთებინა იდ რა მაინტერესებს აი ესეთივე წარმატებული აი როგორიც ხარ აი როგორი ხარ სახლში სახლში ძალიან საყვარელი. ეხლა რომ მარტივი ძალიან, რა ვიცი, თბილი ალბათ, ეხლა ჩემი თავის ქება დიდება არ მინდა, მაგრამ მარტივი ადამიანი ვარ საურთიერთობა და ოჯახში ხომ მით უმეტეს. აი ესეთივე ენერგიული ხარ, როგორიც მეგობრებში ხარ და ზოგადად ხარ. თუ სახლში უფრო რაღაცა მშვიდად ხარ ხოლმე გარემოში. არა, ჩემი სიმშვიდე ესპანელები ამბობენ სიმშვიდეს სიკვდილის შემდეგო. აი შვილებთან მიმართებაში. შვილებთან მიმართებაში ძალიან მოსიყვარული დედა ვარ. არ ვარ მკაცრი, იმიტომ რომ აი ვთვლი რომ არ ვიცი სიმკაცრე ჩემს ხასიათში არ ჩდება. როგორიც ვარ ისეთი ვარ, ბუნებრივად ესეთი ვარ და მოსწონთ ვარსკვლავი დედა? კი, რა. იმიტომ რომ დედას ალბათ ქუჩაში ცნობენ დედას უსმენენ. ხანდახან. განსაკუთრებით ჩემი დიდი შვილი, რომელიც არის 18 წლის. გარდატეხა ქონდა უკვე თუ ეხლა წდება ჯერ კიდევ? არა, ქონდა უკვე და ეს მარტივად გავიარეთ. რომელ ხაზზე მიდის პროფესია? უნდა დედის ხაზს გაყვეს? არა, და პატარა კი. გოგო კი. კარგად ცეკვას, კარგად. ორივეს სხვათაშორის კარგი სმენა აქვს, მაგრამ არც ერთ არ უნდა ჯერჯერობით სიმღერა. გოგო უფრო ცეკვა. ცეკვისკენ ვართ. ქართული თუ ჰიპ-ჰოპი? ჰიპ-ჰოპი. აჰა, ანუ გავაკეთე. და ხო, კარგად გამოსდის და ნახოთ. არა ცეკვებ ხოლმე შენ სიმღერებზე? სხვათაშორის ეს ბოლო სიმღერა რაც ახლა ახალი გავაკეთე ძალიან მოსწონს უყვარს და ზეპირად იცის მღერის ხოლმე და კი ისე ყველაზე დიდი გულშემატკივარი ალბათ შვილი არის ხო? ნუ ყველაზე მეტად ალბათ მე მიხარია როდესაც ჩემი შვილი შემაქებს ხოლმე რაღაცაზე და ხშირად არ მაქებს შენ მეც მაქებენ ხშირად შვილები მართლა რა სხვათაშორისაა არ მაქვს ეგ ბედნიერება და ალბათ არც მაქვს მოთხოვნილება რომ რაღაცა ჩემაშვილება მაქონ, არ ვიცი. არა, მოთხოვნილებაზე არ არის, დიდი ბედნიერება ამოდი თქვა. ბედნიერება კი, მაგრამ ხო არ ესეთი. მაგრამ არც არის საჭირო სიტყვები ხანდახან, რომ აი მათ თვალებში ეს ყველაფერი ისე კარგად იკითხება, რომ ძალიან ამაყები ბედნიერები და რაღაც უსაზღრო და უპირობო სიყვარული აქვს. უპირობო სიყვარული გვაქვს адам. შობლებს შვილების მიმართ შვილებს ხო ნუ არც ესე ლამაზად არის მეგობრებო როგორც ახლა ჩვენ ახლა სამ სიტყვაში მოვათავსეთ რომ უპირობო სიყვარული და ყველაფერი კარგად არის ყველამ გავიარეთ ალბათ ძალიან ძიმე წუთები და პერიოდები შვილებთან და პირიქით მშობლებთან ურთიერთობისას მაგრამ თავარია რომ საბოლოოდ გვიყვარს ერთმანეთი და ერთად ამ ბარიერებს ვლახავთ
რა ვიცი, თუ გინდა გადადი ჩვენ სცენაზე, ჯერ გითხარი ამ სიმღერა კიდევ ერთხელ, რა სიმღერაა? ეს სიმღერა, სიმღერის ავტორი გახლავთ ლაზარე ადამია, ტექსტის ავტორი ჩემი კოლეგა თემო საჯაია და დიდი მადლობა მინდა ყველას გადავუხადო, ვინც ამ სიმღერაზე იმუშავა. სტუდიაში ჩავწერე ზაზა ხუბუკელაშვილთან და ვიდეო რგოლის ავტორი გახლავთ ჩემი მეგობარი ალექსანდრე ფურცხვანიძე. მადლობა ყველას ვინც ამ სიმღერაზე იმუშავა და ეს დიდი ბედნიერება მე მომანიჭა. გულშემატკივრად ძალიან გვიყვარხარ და კიდე მეც მიყვარხარ. და მადლობა რომ მომიწვიეთ. ერთი კითხვა მაქვს კიდე, აი მე ჩემი კითხვები მაქვს. კი. აი სიზმარში თუ გიმღერია? მე რა ძალიან ბევრჯერ. მართლა? ძალიან ბევრჯერ მე სიზმრება სცენაზე რა ვთქავარ. განსაკუთრებით მაშინ როცა მენატრება ხოლმე და რაღაც ისეთი პერიოდებია რომ მაგალითად ერთი თვე გასულა და არ ვდგავარ სცენაზე, არ მიმღერია და ასე შემდეგ. კი რა თქმა უნდა, კი. ანუ როდესაც შოუ ბიზნესში თან მე და სიზმრები, მე და ჩემი სიზმრები. ძალიან გძნეული ხარ. მე სიზმრების გარეშე, აი თან აი ყველაფერი ისე მაქვს მორგებული, რომ ვიცი ეს რო დამესიზრა. ეხლა ეს მოხდება ჩემს ცხოვრებაში, ესეთი ვარ. და ხშირად ანუ აი ვიგრძელი. კი, რომ ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ინტუიცია კარგად განვითარებული მაქვს. რომელი ჰოროსკოპი? მორიელი. გამარჯობა. Hi, Naniko. როგორ ხარ? Good. ისე მე და დუმბო თუ მორიელის კუთხით შევხედავთ, სტრესში ბევრად უფრო ქმედი თუ უნარიანები ვართ და კი. სიმშვიდის მდგომარეობაში და ასე შემდეგ. არა. ასე რომ ზუსტად მივხვდი ახლა ძალიან მოზღვავებული ემოციებით ვართ დაჯილდოებულები და ამიტომ აი მე თუ არ შფოთავ აი პრეზენტაციაზეც ჩემი მეგობრების სიტყვით გამოდე ზუსტად ეს თქვეს რა არ არსებობს ნათიას დაწყებული საქმე და დამთავრებული საქმე შფოთის და იმის გარეშე აი ამათ კითხეთ ახლა მე და შფოთს სხვანაირად ვერ ვაკეთებ იმიტომ რომ რაღაცაზე უნდა ვინერვიულო აუცილებლად, რომ მგონია რომ ეს სხვანაირად საქმე არ გამოვა და ასეც არის ჩემ შემთხვევაში. ცოტა რო გაიზრდები, მე მიხვდები რომ ნერვიულობა საჭირო არ არის და ყველაფერი ისე გამოდის. გადადი სცენაზე. ეხლა უნდა ვიმღერე თქვენთვის ჩემი ახალი იცეკვე მიკროფონი აქ მაქვს. იცეკვე? არა. კი, აქვთ ხო? ეხლა ვერ ვიცეკვ, არ არის საცეკვაო.
მაგრამ შენთან თამაშს ვამთავრებ მიხვდები ერთ დღეს რომ სხვებს ვერ მადარებ ვერ შემადარებ ჩემი გული შენს გულს ვატარებ მაგრამ შენთან თამაშს ვამთავრებ